26 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის შემადგენლობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. პრემიერთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად იმყოფებოდა კახა კალაძე, თორნიკე რიჟვაძე, მაკა ბოჭორიშვილი, ლევან დავითაშვილი და სხვები. რამდენადაც ევროპის დიპლომატიური კარი ხელისუფლებისთვის დახურულია, ვიზიტების ვექტორი მიმართულია ახლო აღმოსავლეთისკენ და აზიისკენ. შეხვედრის ფარგლებში მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრს შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანს. თუმცა მთავარი ამბავი ის იყო, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის რეზიდენციაში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად ქვეყანაში 6 მილიარდი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. უმსხვილეს დეველოპერული კომპანია ემაარი იგლ ჰილსთან ერთად განახორციელებს ორ საინვესტიციო პროექტს თბილისსა და ბათუმში. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა არა მხოლოდ ქართულმა მხარემ, არამედ იგლ ჰილსის ოფიციალურმა საკომუნიკაციო არხებმაც. როგორც მთავრობაში აცხადებენ, ეს არის რეკორდული ინვესტიცია. პროექტები კი განხორციელდება თბილისში და ბათუმში, კერძოდ გონიოში. ფილდში აცხადებენ, რომ განხორციელდება ორი ამბიციური პროექტი, შეიქმნება ათასობით სამუშაო ადგილი, გამყარდება უძრავი ქონების სექტორი და რაც მთავარია, ამით მოიზიდავენ უამრავ ტურისტს. მოდით ცოტა უფრო მეტი დეტალი გავშალოთ იმის შესახებ, თუ რა პროექტებზეა საუბარი. თბილისის შემთხვევაში საუბარია კრწანისის ტერიტორიაზე. ათვისებული იქნება 590 ჰექტარი, საიდანაც 170 ჰექტარი დაეთმობა გამწვანებასა და პარკებს. მთავარი კონცეფცია იქნება ბუნებისა და თანამედროვე ცხოვრების ჰარმონიული შერწყმა. გამოყოფილ ტერიტორიაზე აშენდება ელეგანტური რეზიდენციები, სავაჭრო ცენტრები, თანამედროვე სპა და გამაჯანსაღებელი ობიექტები. გონიოს სანაპიროზე კი 260 ჰექტარის ფართობზე პირველი კლასის საცხოვრებელი უბნები და იახტების ნავსაყუდებელი აშენდება. განთავსდება მდიდრული სასტუმროები, პარკები, სავაჭრო ცენტრები და რეზიდენციები. რადგან პროექტის იდეაში გავერკვიეთ, მოდით ახლა ვისაუბროთ უშუალოდ ემაარ ჯგუფზე, იმიტომ რომ საზოგადოების ნაწილში არსებობს ეჭვი, ხომ არ არის ეს ყველაფერი მთავრობის მორიგი ბლეფი, წყალტუბოს აღორძინების სტილში. ემაარ ჯგუფი არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის ბურჯ ხალიფას ყველაზე მსხვილი თანამფლობელი. მათი პროექტებია დუბაი მოლი, დუბაი მარინა და ახლა აშენებენ მორიგ გრანდიოზულ პროექტს ემაარ ბიჩფრონტს. ქვეყნის გარეთ ემაარი თვითონ ან მისი შვილობილი კომპანიის იგლ ჰილსის მეშვეობით პროექტებს აკეთებს ეგვიპტეში, ინდოეთში, პაკისტანში, თურქეთში, ლიბანსა და ამერიკაში. ხოლო იგლ ჰილსი, რომელიც უშუალოდ საქართველოში განახორციელებს პროექტებს, მუშაობს სერბეთში, ლატვიაში, უნგრეთში, ომანში და სხვა ქვეყნებში. ზოგიერთი მათგანი დაგეგმვის პროცესშია, ზოგი შენდება, ხოლო ნაწილი უკვე დასრულდა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ დიდი რეპუტაციის მქონე კომპანია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთში, დიდი სანდოობით სარგებლობს. საქართველოს გარდა იგლ ჰილსი უმსხვილეს კომპლექსებს აშენებს ალბანეთსა და სერბეთშიც. ასეთი ორგანიზაციებისთვის კი რეპუტაცია არის უძვირფასესი. ხშირად დასმული კითხვა არის, იყენებს თუ არა არაბთა გაერთიანებული საამიროები ემაარს როგორც გავლენის გავრცელების ინსტრუმენტს. რა თქმა უნდა, რომ იყენებს, კი, სხვანაირად არ და ვერც იქნებოდა. წარმოიდგინეთ, საუბარი არის არაბთა გაერთიანებული საამიროების ნომერ პირველ დეველოპერულ კომპანიაზე, რომელიც მუშაობს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის საზღვრებს გარეთ აკეთებს რეგიონალური დონის პროექტებს. მეცაც გეტყვით, ემაარ ჯგუფის დამფუძნებელი მუჰამედ ალაბარი არის დუბაის მმართველის შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმის წამყვანი ფინანსური მრჩეველი. ანუ საამიროები და ემაარი გარკვეულწილად არის ერთი ძალის სიმბიოზი. შესაბამისად, რა გასაკვირია თუ სახელმწიფო კომპანიის დახმარებით რბილი ძალის გამტარებელია. რა იგულისხმება რბილ ძალაში? გაიხსენეთ ერდოღანის ეპიზოდი. რბილი ძალის მიზანი არის კონკრეტული ქვეყნის პოლიტიკის, კულტურის და საზოგადოების უპირატესობის ჩვენება და მისი პრომოცია. ეგვიპტეში ემაარს აქვს ელიტარული სამშენებლო კომპლექსი და ეს შემთხვევით არ არის, იმიტომ რომ ეგვიპტის პრეზიდენტის ალ სისის მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდამჭერი არის საამიროები. ემაარს აქვს მნიშვნელოვანი როლი არაბეთის გაერთიანებული საამიროების გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობის და საერთაშორისო ქვეყნის გავლენის გაზრდაში. კომპანიას მჭიდრო კავშირი აქვს ქვეყნის მთავრობასთან. ისინი ახორციელებენ ისეთ საერთაშორისო პროექტებს, რომელიც ხელს უწყობს საამიროების როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მოთამაშის როლის გაზრდას. ნახეთ, მაგალითად თურქეთი, რომელთანაც საამიროებს საკმაოდ რთული პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდა, ემაარმა განახორციელა პროექტი, რომლის საშუალებითაც ორ ქვეყანას შორის ახლა არის მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა და ეს გავლენას ახდენს პოლიტიკაზეც. საუდის არაბეთში კი აქვთ ისეთი პროექტი, რომელიც იქაური ხელისუფლების გეგმებს მიჰყვება. აქვს ძლიერი კავშირები პაკისტანთან და ასე შემდეგ. დაუკვირდით, გარდა ეკონომიკური როლისა, კომპანიას აქვს შეთავსებული საგარეო ურთიერთობების ფორმირების და ამ მხრივ ნიადაგის შემზადების ფუნქციაც.
სხვადასხვა ქვეყნებში უძრავი ქონების განვითარება არაბებისთვის ეს არის გავლენის მოპოვების ერთ-ერთი ინსტრუმენტი. ყოფილა თუ არა ეს MR ჯგუფი გახვეული რაიმე სკანდალში. სხვათა შორის კი და საკმაოდ ხმამაღალი სკანდალები იყო. მაგალითად, 2000-იანების დასაწყისში ინდოეთში MR-მა კონტრაქტი გააფორმა ანდჰრა პრადეშის შტატთან. მათ უნდა აეშენებინათ ელიტარული უძრავი ქონება. მოგვიანებით გაირკვა, რომ მიწის ნაკვეთები, რომლებიც საზოგადო გამოყენებისთვის იყო განკუთვნილი, არაკანონიერად იყო გაყიდული MR-ზე. თანაც საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ნაკლებ ფასად. ამ ყველაფერმა ინდოეთი რამდენიმე მილიარდით დააზარალა. დააკავეს ადგილობრივი ბიზნესმენები და რამდენიმე მაღალ ჩინოსანი. მაგრამ ამ ამბავში MR-ის ბრალეულობა არ გამოიკვეთა. 2006 წელს MR-მა პაკისტანში ყარაჩის სანაპიროზე მდიდრული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. მყიდველებმა შეიტანეს დეპოზიტები, თუმცა მშენებლობა გაიწელა. ამის მიზეზად სახელდება 2008 წლის ფინანსური კრიზისი. ინვესტორებმა, ამ შემთხვევაში კი საუბარი ადამიანებზე, რომლებმაც წინასწარი გაყიდვებით შეიძინეს აპარტამენტები ან კომერციული ფართები, MR-ი დაადანაშაულეს თაღლითობასა და კორუფციაში. მათ თქვეს, რომ აღარ გააგრძელებდნენ ფულის გადახდას. საპასუხოდ MR-მა დაუგზავნა წერილები და უთხრა, რომ თუ კი შეწყვეტენ ფულის გადახდას, მათ ის დარეზერვებული უძრავი ქონება ჩამოერთმეოდათ. ასობით ინვესტორმა იზარალა. პაკისტანის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, სასამართლომ კი გადაწყვიტა, რომ MR-ი მომჩივან ინვესტორებს წინასწარ ჯავშნებს არ შეუჩერებდა. თქვენი აზრით, 2006 წელს დაწყებული პროექტის მშენებლობა დასრულდა თუ არა? თითქმის 19 წელი გავიდა, კომპლექსს ამ წუთასაც ისევ აშენებენ და საუბარი არის, რომ დაახლოებით 2050 წელს დასრულდება აღნიშნული პროექტი. როგორც ხედავთ, MR-ს უშუალოდ ემირატებში უსერიოზულესი რეპუტაცია აქვს და გრანდიოზულ პროექტებზე მუშაობენ. იგივე ითქმის ევროპაზეც, სადაც რამდენიმე მსხვილი მიმდინარე ან დასრულებული პროექტი აქვთ. ევროპის მხარესაც ბევრად ნაკლები ჩივილი და პრეტენზია დამკვეთმა პირობები შეასრულა, ხოლო აზიურ ნაწილში კი შეინიშნება სერიოზული პრობლემები. მე რასაც უკვირდები, ძირითადად ადგილობრივი ხელისუფლებიდან მოდის ხოლმე არაკეთილსინდისიერი ქმედებები და ამას მოყვება პრობლემები, როგორც ეს ინდოეთში იყო. ჩვენთან რა იქნება, ჩაბარდება თუ არა პროექტი პირობებით დათმულ ვადებში თუ გაიწელება ეს ნახევარი საუკუნით, როგორც პაკისტანში იყო, ამას უკვე დრო გვიჩვენებს. იმედია, პაკისტანი არ დაგვემართება. მთლიანობაში რა თქმა უნდა, რომ ეს პროექტი ქვეყნის ეკონომიკისთვის დადებითი იქნება, იმიტომ რომ მაინც ქვეყნის კეთილდღეობას მოხმარდება. თუმცა, ჩემთვის საინტერესო არის, რა წერია კონტრაქტში, ანუ ქართული მხარე რის სანაცვლოდ აზღვევს რისკებს. სამწუხაროდ, როგორც წესი, ასეთი დეტალები არის გასაიდუმლოებული და მედიისგან ფარული. მეგობრებო, სანამ შემდეგ თემაზე გადავალთ, მინდა ერთ საინტერესო ფაქტზე გესაუბროთ, რომელიც ყველას გვეხება. თითოეული ჩვენგანი სოციალურ ქსელში ყოველდღიურად მინიმუმ 100 პოსტს ნახულობს. ამას ემატება მერე კომენტარები, სხვადასხვა სახის ჩართულობა და ასე შემდეგ. ანუ იმის თქმა მინდა, რომ საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაციას ვიღებთ. ეს ყველაფერი კი გონებრივად გვხლის. აი, რამდენჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც თითქოს არ გქონდა დატვირთული დღე, მაგრამ თავს დაღლილად გრძნობთ, სულ გვეძინება, გაფანტული ყურადღება გვაქვს, დემოტივირებულები ვართ და ასე შემდეგ. იმისათვის, რომ ამ რეჟიმში ჩვენმა გონებამ ეფექტიანად იმუშაოს, რეკომენდაციას უწევ კეტოგენ ჯის გონების ოპტიმაიზერს. ეს მოკლე დროში აუმჯობესებს აზროვნების სისწრაფეს, მეხსიერებას, ზრდის კონცენტრაციას, ინფორმაციის ათვისებას აჩქარებს და ამცირებს სტრესს. იდეალური არის მათთვის, ვისაც სურს, რომ მთელი დღის განმავლობაში ტონუსში იყოს. ჩემნაირი ადამიანებისთვის, ვინც მთელი დღის განმავლობაში დიდ დროს ატარებენ гаджеტებთან, სტუდენტებისთვის განსაკუთრებით საგამოცდო პერიოდში, ან ზოგადად ადამიანებისთვის, რომლებსაც პროდუქტიულობის გაზრდა სურთ. აღსანიშნავია, რომ დამზადებული არის ბუნებრივი ინგრედიენტებით და სავსე არის ვიტამინებით. ვისაც შეძენა გინდათ, ლინკი იქნება აღწერაში. სამ თებერვალს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინულ ხელისუფლებასთან აპირებს შეთანხმდეს იმის შესახებ, რომ ამერიკული სამხედრო დახმარება კიევმა მიიღოს უკრაინის იშვიათი მეტალების სანაცვლოდ. ჩვენ ასობით მილიარდ დოლარს ვდებთ უკრაინაში, მათ კი აქვთ კარგი იშვიათი მეტალები, აცხადებდა ტრამპი. ჯერ არ არსებობს მომავალი შეთანხმების დეტალები, უпростоრედ მედიისთვის და ფართო საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი. მაგრამ ვიცით ის, რომ ზელენსკის ადმინისტრაციაში ამ გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდნენ. უფრო მეტიც, ეს ინიციატივა სინამდვილეში ტრამპს არ ეკუთვნის. ჯერ კიდევ გასულ წელს, როდესაც
ზელენსკიმ წარადგინა ეგრეთ წოდებული გამარჯვების გეგმა, უკვე მაშინ იყო საუბარი უკრაინელების მხრიდან უკრაინულ ბუნებრივ რესურსებზე. უკრაინაში თავმოყრილია ბუნებრივი რესურსები და კერძოდ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მეტალები, რომლებიც ტრილიონობით დოლარით არის შეფასებული. ესენია ურანი, ტიტანი, ლითიუმი, გრაფიტი და სხვა სტრატეგიული რესურსები, რომლებიც გლობალურ კონკურენციაში გააძლიერებს ან რუსეთს და მის მოკავშირეებს, ან უკრაინას და დემოკრატიულ სამყაროს. თქვა ზელენსკიმ რადაში გამოსვლის დროს. რა არის იშვიათი მეტალები? ძირითადად მოიაზრება ჯგუფი, სადაც შედის 17 ქიმიური ელემენტი. ეს არის თეთრი ვერცხლისფერი მეტალები, რომლებსაც აქვთ მსგავსი ქიმიური და ზოგჯერ ფიზიოლოგიური თვისებები. იშვიათი იმიტომ, რომ ერთი მხრივ შედარებით იშვიათად გვხვდება მიწის ქერქში, მეორე მხრივ აყალიბებენ მყარ ნაერთს, ოქსიდებს, რომლებიც წყალში არ იხსნება. ასეთი მეტალები გამოიყენება რადიოელექტროობაში, ატომურ ტექნიკაში, მანქანათმშენებლობასა და ქიმიურ ნავთობის მრეწველობაში. აქ ნახეთ საინტერესო რა არის, მიუხედავად იმისა, რომ კი უკრაინას საკმაოდ დიდი იშვიათი მეტალების მარაგი აქვს, ის ამ მხრივ, ანუ იშვიათი მეტალების მქონე მარაგის ქვეყნების ათეულშიც კი არ შედის. და თანაც საქმეს ისართულებს, რომ ამ მეტალების ყველაზე დიდი კონცენტრაცია არის დნიპროში და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში. ამიტომ არის ვარაუდი, რომ ტრამპს არამხოლოდ ეს მეტალები სჭირდება, არამედ სხვა ნედლეული, რომელიც ამერიკისთვის კრიტიკულად საჭიროა. ამ შემთხვევაშიც კი უკრაინას შეუძლია საინტერესო შეთავაზება გაუკეთოს შტატებს. ერთ-ერთი ასეთი მეტალი არის ლითიუმი, რომელიც დღეს ელექტრომანქანების წარმოებაში უმნიშვნელოვანესია. თუმცა ლითიუმი არ არის ერთადერთი, რითაც ამერიკის დაინტერესება შესაძლებელია. საუბარია ასევე ტიტანზე, ურანზე, მარგანეტზე, ტყვიაზე და ასე შემდეგ. მაგრამ ძირითადი რესურსი რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებზე მოდის. ტრამპი კი თავის საქმეს აკეთებს. გაიხსენეთ, წინა საარჩევნო პერიოდში ის ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებდა, რომ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო ფინანსური დახმარების სანაცვლოდ ამერიკა ფაქტობრივად არაფერს იღებდა. დონალდის შიდა პოლიტიკური კურსი გათვლილი არის მაღალ ეფექტიანობაზე ან მოჩვენებით ეფექტიანობაზე. შესაბამისად, მისი ელექტორატის ნაწილი დაკმაყოფილდება იმიტომ, რომ აქამდე თუ ამერიკა არაფერს იღებდა გაწეული დახმარების სანაცვლოდ, ახლა უკრაინის ბუნებრივ რესურსებს მიიღებს. მეორე მიზეზი ისევ და ისევ ჩინეთია. დღეს ჩინეთზე მოდის თითქმის მთელი პლანეტის ნახევარი იშვიათი მეტალები. გრენლანდიის მიერთების ერთ-ერთი მიზეზი მინერალური მეტალების ბაზის გაფართოებაა. ამიტომ უკრაინის მინერალების დაუფლებაც ამერიკისთვის ურიგო ნამდვილად არ იქნება. სხვათა შორის ამ შეთანხმებით კმაყოფილი უნდა იყოს თვითონ ზელენსკიც და გეტყვით ახლა რატომ. აქამდე ტრამპი ხომ ამბობდა პირდაპირ ან ირიბად, რომ შეუზღუდავდა ან საერთოდ შეუწყვეტდა სამხედრო დახმარებას უკრაინას, მაგრამ ახლა ნახეთ რას აკეთებს, ამბობს, ამის და ამის სანაცვლოდ ჩვენ მივცემთ სამხედრო დახმარებას. შესაბამისად, ეს არის ის შემთხვევა, როცა ზელენსკიმ მეტნაკლებად მკაფიოდ იცის, მისცემს თუ არა ამერიკა სამხედრო დახმარებას უკრაინას და ამ შემთხვევაში როგორც ვიგებთ, თურმე მისცემს. მით უმეტეს, რომ ამ შეთანხმების და ზოგადად უკრაინის ბუნებრივი რესურსები რომ ყოფილიყო გარიგებაში, ეს თვითონ უკრაინული მხარის ინიციატივა იყო. ალბათ ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება გლობალურ ცვლილებებს გამოიწვევდა. ამას ხვდებოდით და ვიცოდით. მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, საზოგადოების კონკრეტული ნაწილისთვის ნამეტანი აღმოჩნდა. საუბარი არის USAID-ის საქმიანობის შეწყვეტაზე, რამაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი რეზონანსი გამოიწვია. გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც აღნიშნულ ორგანიზაციას არაერთი მსხვილი თუ საშუალო დონის პროექტი ჰქონდა განხორციელებული. მოდით საკითხს მივყვეთ თანმიმდევრულად და დავიწყოთ იქიდან, თუ საერთოდ რა არის USAID. ეს ორგანიზაცია შექმნა ჯონ კენედიმ 1961 წელს. ეს იყო ცივი ომის პერიოდი და კენედი ფიქრობდა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში საბჭოთა კავშირის გავლენას დაუპირისპირებდა ამერიკულ დახმარებას. თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტით დახმარების გაწევა ბიუროკრატიის გამო ურთულესი, დროში გაწელილი და არაეფექტიანი იყო. მაგრამ როგორც იცით, საბჭოთა კავშირი 1991 წელს დაიშალა და USAID დღემდე არსებობს. ორგანიზაციის მომხრეები ამბობენ, რომ ისინი დღეს უპირისპირდებიან რუსულ და ჩინურ გავლენებს, ხოლო ორგანიზაციის მოწინააღმდეგეები, ანუ კრიტიკოსები ამბობენ, რომ USAID ფულს არამიზნობრივად ფლანგავს და ლიბერალურ დღის წესრიგს ახვევს თავს ადამიანებს. რა ხდება ახლა? როგორც კი ტრამპი თანამდებობაზე ოფიციალურად დაინიშნა, ანუ 20 იანვარს, იმავე დღეს მოაწერა ბრძანებას ხელი, რომლის მიხედვით უცხო ქვეყნების დახმარება 90 დღით შეჩერდა. 4 დღის შემდეგ პიტერ მაროკომ ამ უწყების კიდევ უფრო მკაცრი ვერსია შეიმუშავა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით პროგრამა შეწყდა.
სამთებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა მარკო რუბიო. მან განაცხადა, რომ USAID უპასუხისმგებლო ორგანიზაციაა, რომელიც იმას არ აკეთებს, რაც წესდების გათვალისწინებით უნდა კეთდებოდეს. მიზანი არის, რომ გადაიხედოს მისი საქმიანობა, განხორციელებული პროგრამები და დახარჯული ფინანსები. ანუ უნდა მოხდეს სააგენტოს პოლიტიკის კორექცია. რუბიომ თქვა, რომ კონკრეტული პროგრამები ისევ გაგრძელდება. რეპრესიები კიდევ უფრო შორს წავიდა და USAID-ის X-ის ოფიციალური ანგარიში წაიშალა. ასევე ამ ეტაპზე გამორთულია მათი ვებგვერდიც. რა უნდათ კრიტიკოსებს? ნახეთ, ზოგადად აზრები იყოფა ორად. დემოკრატებს უნდათ, რომ USAID იყოს უფრო ავტონომიური ორგანიზაცია და თვითონ გადაწყვიტოს თავის პოლიტიკა და ასევე თვითონ გაატაროს, როგორც საჭიროდ ჩათვლიან, მაგრამ რესპუბლიკელები პირიქით იმას ამბობენ, რომ უფრო მეტი კონტროლი უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მათ ფონდებზე და ერეოდეს პოლიტიკაში. ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი ჯერ კიდევ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში იყო მარკო რუბიო, რომელიც ამბობდა, რომ საგარეო დახმარება არ არის შემოწირულობა და ამერიკა უნდა დარწმუნდეს, რომ ეს დახმარება მიზნობრივად იხარჯება. 2023 წელს კი იმ კანონპროექტის სპონსორი იყო, რომელიც ავალდებულებდა USAID-ს უფრო მეტი ინფორმაცია გადაეცა სახელმწიფოსთვის თუ რომელი ორგანიზაციები იყენებდნენ ამ დახმარებას ადგილზე, ანუ სხვადასხვა ქვეყნებში რომელი ორგანიზაცია რას აკეთებდა. რა თქმა უნდა, USAID-ის საქმიანობის შეზღუდვის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი არის ილონ მასკი, რომელიც X-ზე არაერთ პოსტს უძღვნის ამ ორგანიზაციას. რა უნდა ილონ მასკს? ხელისუფლების ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელსაც მასკი ხელმძღვანელობს, მიმართულია სახელმწიფო გადასახადების შემცირებისკენ. მასკის ერთ-ერთი სამიზნე სწორედ USAID აღმოჩნდა. ის ამტკიცებს, რომ USAID-ის დაფინანსება გამოყენებული იყო სასიკვდილო პროგრამებში, ხოლო ამ სააგენტოს საქმიანობას დანაშაულებრივს უწოდებს. ილონ მასკი X-ზე წერს, რომ USAID არის კრიმინალური ორგანიზაცია და დროა ის მოკვდეს. კიდევ ერთი კრიტიკოსი, რობერტ კენედი უმცროსის სახით, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში ყვებოდა, რომ სააგენტო სპეცსამსახურების ინსტრუმენტად იქცა და USAID-მა უკრაინაში ფერადი რევოლუციის გასაღვივებლად და ორგანიზებისთვის გამოიყენა $5 მილიარდი. ბრალდებები ამით არ მთავრდება და ორგანიზაციას ადანაშაულებენ მათ შორის ფულის ფლანგვაში. ხოლო მიზეზები კი უამრავი არის ტრანსგენდერების უფლებების დაცვიდან დაწყებული ავღანეთში ტერორისტების ოპიუმის მინდვრების საირიგაციო სისტემების დაფინანსებით დამთავრებული. საინტერესოა ასევე უშუალოდ ფინანსების ნაწილი, რამდენი იხარჯებოდა პროექტებზე. გასულ წელს სააგენტოს ბიუჯეტმა $40 მილიარდ მიაღწია. ეს მთლიანი ქვეყნის ფედერალური ბიუჯეტის თითქმის 1%-ია. არის პროექტები, რომლებიც პირდაპირ სულდგმულობენ USAID-ის დახმარებით. მაგალითად, აფრიკაში, სადაც შიდსით დაავადებული ადამიანები მკურნალობენ, 90 დღით ამ დახმარების გაჩერება შეიძლება ზოგიერთ მათგან სიცოცხლის ფასადაც დაუჯდეს. ანუ სამყაროში არის ადგილები და არიან ადამიანები, ვინც USAID-ის დახმარებაზე არიან პირდაპირ დამოკიდებული. ჩემ აზრსაც ვიტყვი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ზოგადად მე არასამთავრობო სისტემებთან და სექტორთან მაქვს შერეული დამოკიდებულება. ერთი მხრივ არ ვუკარგავ იმ დადებითს, რაც გააკეთეს საქართველოსთვის, ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიოსთვის, აი მაგალითად ლიბანში არაერთი ქრისტიანული ეკლესია ნოლიდან ააშენეს ან გაარემონტეს, მაქსიმალურად გვერდში უდგანან ქრისტიანულ საზოგადოებას და აფინანსებენ მათ რელიგიურ სწავლებას. საქართველოშიც რელიგიას რომ თავი დავანებოთ, სოფლის მეურნეობის მიმართულებით უამრავი პროექტი დააფინანსეს, გააძლიერეს, ტურისტულ მიმართულებებზეც იგივე ითქმის და ასე შემდეგ. ამიტომ ამ დადებითს მე პირადად და ალბათ არც არავინ არ უკარგავს, მაგრამ ახლა რასაც ვიტყვი, ეს არის ჩემი უშუალო გამოცდილება, ჩემი პირადი გამოცდილება და ჩემ გარემოცვაზე არის საუბარი. სხვაგან თუ სხვანაირად არის, კომენტარებში დაწერეთ. ამ სისტემებმა პარალელურად შექმნეს ძალიან ტოქსიკური ადამიანები. ტოქსიკურობაში რას გულისხმობ? განსხვავებული აზრის მიმღებლობა აქვთ დაბალი. და ბოლოს იმდენად იყვნენ თავიანთ სიმართლეში დარწმუნებული, რომ ელემენტარულად, აი ნორმალურად დაწყებული საუბარიც გადადიოდა უკვე აგრესიულ ქმედებებში. ეს იყო ძალიან არაჯანსაღი. ხო და მიკვირს, მართლა მიკვირს ამ სისტემებმა, როგორ შექმნეს და დაეხმარნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც უამრავი სასარგებლო საქმე აქვს საზოგადოებისთვის გაკეთებული და ახლაც აკეთებენ და პარალელურ რეჟიმში შექმნეს ტოქსიკური ადამიანები. ანუ ეს ორი როგორ გამოვიდა ერთი სისტემისგან, ხო? და შეიძლება ერთმანეთის შესახებ არც იციან, რომ შეიძლება ამ ხალხმა არ იცის ამის შესახებ, მაგრამ ფაქტი არის, რომ ერთ საზოგადოებაში თანაცხოვრობენ. ხო და სულ მიკვირს რა, აი განსაკუთრებით ეს ბოლო მეორე კატეგორია, ბოლო პერიოდში უკვე შეუძლებელი იყო მათთან საუბარიც კი, შეუძლებელი იყო, როგორც არ უნდა მეცა და შეუძლებელი იყო მათთან საუბარი. ბოლო პერიოდში დღე არ გადის, რომ ქართულმა ოცნებამ ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე არ ისაუბროს.
უმრავლესობის ლიდერი მამუკა დინარაძე ამბობს, რომ ამ ყველაფერს იმისთვის აკეთებენ, რომ ხელისუფლებას ქვეყნის სამართავად შესაფერისი ბერკეტები ჰქონდეს. ნახოთ, რა საკანონმდებლო ცვლილებები დაგვიანონსეს. მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე აიკრძალება დახურულ სივრცეში შენობებში აქციის ჩატარება. წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და მათი შეურაცხყოფისთვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისთვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული კანონდარღვევებისთვის ჯარიმები იზრდება და ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 60 დღემდე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება. რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსს, აქაც არის ცვლილებები და სიახლეები, რომლებიც ძირითადად უკავშირდება პოლიტიკური თანამდებობის პირებს. სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება პოლიტიკურ თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა ან ძალადობის მუქარა. მამუკა დინარაძეს თქმით, თუ ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ცვლილებების შემდეგ ამ ქმედებისთვის განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით. იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისთვის. ეს გადავა მძიმე დანაშაულების კატეგორიაში და განისაზღვრება 5 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ეს არის მხოლოდ ნაწილი, რაც დაანონსეს. დანარჩენს დავწერ ან ტელეგრამზე, ან შემდეგ ვიდეოებში მოგიყვებით. დღეისთვის კი ასეთი გამოვიდა გასული და მიმდინარე კვირის შეჯამება. დროებით.